სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალხში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. ლომები, ვეფხვები, აღები, ფაშები. საკმარისია შვილო. დამშვიდით ჩემი ლომებო, ღმერთმა დაგლოცოთ. კარგი. მოდი აქეთ, მოდი ჩემო ლამაზები, მოდით. კარლოს ბაბა მალე მამა ხდება, იცით? ღმერთმა თუ ნინება, მალე ნორასთან ერთად მის ბოკვერებსაც მივიღებ. თქვენ ბიჭებო, რატომ ასე აიშალეთ? მოდი აქ. ჰეი, დედე, ნუ მაბრაზე, მოდი. არა. დედე. ცელკი დედე, მოდი აქ, დედე. მოდი აქ, დედე. დედე ისევ როგორც ყოველთვის ფორმაშია, მეგობრებო. ვიდეოს დაწყებისთანავე ქაოსიც ატყდა. ბოდიში ცოტა ხანია ვიდეო ვერ ავტვირთე. როგორც არ უნდა შევხედოთ 5-6 დღეა, მეგობრებო. ეხლა იქიდან სადაც გავჩერდით, სრული სისწრაფით გავაგზავნებთ. ბოლო 5-6 დღეა ჩვენს ფერმაში 2 ახალი ბინადარი მოვიდა, მათაც გაგაცნო. და კიდე ვიცით, ბოლოს აუზის ვიდეოში თქვი, ამ ვიდეოზე 6000 თუ თქვი, 7000 თუ თქვი, ზუსტად აღარ მახსოვს. თქვი თუ ამდენი მოწონება მოვა, ბონჯუქს აუზში ვაცშულებ მეთქი. ძმაო, ეხლა შევხედე და 15000 მოწონება ყოფილა. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მადლობა და გმადლობთ ხარდაჭერისთვის. დღეს ბონჯუქსაც ვაცულებთ. ნახოთ ბონჯუქ ბაბა როგორ იცურავებს, მაინტერესებს. ზეინა, სად ხარ ჩემო ლამაზო? სად ხარ ჩემო ტკბილო გოგო? სად ხარ ჩემო ლომებო? სხვათა შორის იცით რომ გითხარით, მანქანას გავყიდი მეთქი მეგობრებო. ისიც გაუქმდა. ძმას თავერ შევთანხმდით? იმ ადამიანთან ვინც უნდა ეკიდა? ეხლა არ ვიცი გავყიდო თუ არა. რას ფიქრობთ? მანქანას მოიცადე სუსტო არ დახაზო მანქანა ბიჭო, არ ამზადე. მანქანა გავყიდო თუ დავტოვო მეგობრებო. გაიცადე ბიჭო, არ დახაზოთ მანქანა, მოდი. არა ზეინა. გაიცადე. გაურკვევლობაში ვარ, თუ მიცემ. ბოლოს გითხარით რომ პიკაპს ვიყიდი მეთქი, მაგრამ ერთი მხარე არ უნდა მივცე. რა გავაკეთო, რა უქნა, არ ვიცი ძმაო. კომენტარებში რაც გამოვა. თქვენ გადაწყვიტეთ, ანუ რაც გამოვა, იმაზე გადავწყვეთ. ნახოთ, უმრავლესობა რას იტყვის. მოდით ახალგაზრდებო. ტაისონ ბაბა, მიდი მგლის მონადირე. მონადირე ტაისონ, რას აკეთებ, გაგიშვა ბატონო. ვერ გაგიშვებთ ამაზო ბიჭო. რატო? ბონჯუკი უნდა გამოვიყვანოთ, ბონჯუკი უნდა ვაცუროთ ტაისონო. ნახე, ახალ შვილებს გაგაცნობ ძმაო. ნახე, ეს ჩვენი ახალი შვილია, ენზო. ის სტუმარია. ფუნ გადარეულია. ტაისონო სულ უტევს ასე. ტაისონიც არ აქცევს ყურადღებას. ენცო ცოტა პროვოცირებს. ისიც 3-4 დღე არაც აქ არის მეგობრებო. დაახლოებით 10 დღე ჩვენი სტუმარი იქნება აქ. შარშანაც იყო მოსული. ენცო, მოდი, ის ძალიან კარგი შვილია. ჰეი! აუ! ღმერთო ჩემო უფალო. ესენი ყველა ფსიქოპატია რა. ბიჭო, ცოტა ჭკვიანად მოიქეცით, აუ. ცოტა ჭკვიანად მოიქეცით, აუ. ვისაც ხელს ვკიდებ, ჭხუბი იწყება რა. ჩვენი შვილები ესენი ყველა პრობლემურები არიან რა. უშინაც ეს გოგო ავიყვანე ქუჩიდან მეგობრებო. ეს სოფლერში ქუჩაში მიუტოვებიათ. დავინახე მანქანის გვერდით, ცდილობდა ჩემზე ახტომას. ძალიან მშიერი იყო. საჭმელი მივეცი, ჭამა დაიწყო. ამის შემდეგ უთხარი რომ დაეტოვებინა საჭმელი, ავიყვანე ხელში და მოვიყვანე ფერმაში, მეგობრებო. ის ძალიან ლამაზი გოგოა. მოდი შვილო, მოდი, რას აკეთებ, მოდი. მოდი ერთხელ ხელში ავიყვანე. გაიცადე ზეინა. რას აკეთებ საყვალელო? გუშინ ქუჩაში ვნახე ის, კეფიცები ვერ გავიმეტე ძმაო. ძალიან გაჭირვებულია, ძალიან უწანაშაო უწევა, ძალიან უდანაშაულოა. აი ესე მიყურებ თვალებში. ამ სოფელში არ ყოფილა. სამშენებლო მაღაზიის გამყიდველმა მითხრა, აქ 3-4 დღეა რაც არისო, აქ მოაგდესო. დიდი ალბათობით მითხრა გული იჯერეს, მერე კი მიატოვესო. ძალიან ადამიანებთან მეგობრულია, ძალიან კარგი შვილია, მაგრამ ქეცით იყო დაავადებული, ქეცის კურნალობა დავიწყეთ, კარგად ყვებავდით, ყველაფრის საწყისი სიყვარულია. ბევრ სიყვარულს ვაჩვენებ მას, ზრუნავალავ. მაშინვე მიეჩვია ჩემ. ამის შემდეგ ინშალა ღმერთი თუ ინებებს, ეს ჩვენი გოგონა მთელი ცხოვრება ჩვენთან იქნება. მამამ როგორ უნდა დატოვოს ის ქუჩაში? როგორ უნდა დატოვოს ის? საწყალი ჩემი გოგო. სხვათა შორის ეს ნადირობის ძაღლია, იცით? ახზე სანადირო ძაღლები არიან, ესეც ერთ-ერთი მათგანია, მეგობრებო. ხორებზე მონადირე ძაღლებიდანა. ჯიშიანია თუ ნაჯვარია, არ ვიცი, მაგრამ იმათგანაა. ეს ცოტა დიდი იზრდება. იმ ჯიშის სახელი ახლა ვერ გამახსენდა. პარაკი იყო ნეტავ. კომენტარებში ვინც იცის დაწერეთ. ამ ახალ გოგოს სახელი არ აქვს. სინამდვილეში მე მას ფოქსი დავარქვი. ვიფიქრე, ფოქსი დავარქვა მეთქი. ვერ გადავწყვიტე თქვენგან სახელი შემოთავაზებას ველოდები, ძმაო.
გოგო მიდი ირბინე აბა ირბინე სად არის ჩემი ლამაზი ხედავ საცხალია ამას როგორ დატოვებ გუშინ იცი გული დამეწო ამაზე ჩემი ლომი გოგო აქ რომ მოვიდა თავიდან ცოტა ძაღლები შეეშინდა თითხას არ გაგზელდა 1 საათი 2 საათი მე ყველა შეეჩვია მეგობრებო მეც ხშირად ვეფერებოდი მას ზრუნავდი თან ძაღლებიც არ აშინებს თავიდან რომ მოვიდა ძაღლები მას ესხმოდნენ თავს ის კი კბილებს აჩვენებდა მაქსიმუმ 5 თვისა კბილებიც კი არ ამოსვლია ჯერ კიდევ ლექვია ანუ კაპლანები დიდი იქნება ესე მგონია ის ძაღლები დიდი იზრდებიან მეგობრებო კაცმებო რასაკეთებ ჩია თქვენ მათას ჭამის დრო მოუვიდათ ნელ-ნელა იკრიბებიან ბონჯუკ ბაბა მოდი გადაირე ეს ბონჯუკი ხალხმა ნახოს რა კეთილშობილება ქარიზმა და სიმპათიურობა აქვს კაცის გომაშიც კი კეთილშობილება ჩანს ბონჯუკ მოდი შულო აქ მოდი მამა კარგად გაცურავებს ბონჯუკ მოდი ჩემო სიმპათიურო მოდი შეზღეჭვა შევეცირო ნამდვილი დიდებულების შვილი ხარ მაშალა ჩემ ბონჯუკს უბრალოდ ცოტა ზეინას მეშინია როცა ბონჯუკს ვაცულებ ხო სხვათა შორის ძალიან დიდი უბედურება შეგვემთხვა მოდი ჯერ ის ვაჩვენებ ზაღლებს ბონჯუკს მერე ვაჩვენებ ეხლა აუზი გავაკეთეთ ყველაფერი ძალიან კარგი იყო მეგობრებო რა მოხდა აუზის გვერდი ჩაინგრა ძმაო ჩვენი აუზი გააფუჭეს ანუ იცი რა ძალიან გამავიზიანა ძალიან გამიფუჭა ხასიათი იმ სიტუაციამდე გასაკეთებელი არაფერი ამჟამად მე არ ვცურავ ზარლები შედიან და გამოდი ეხლა აუზი მე რა ვიცი ცირკულაციის ტუმბოს უნდა მეხიდა წამლები და სხვა რაღაცები რომ წყალმცენარეები და მიკრობები არ გაჩნდეს ყველაფერს ვიყიდდი თქვენთვის ვიდეო გავაზიარე მეორე კი არა მესამე დღეს აუზი გვერდიდან ჩამოინგრა მაჩვენე ეგეთი აუზი ვნახოთ ეხლა აუზის ფერსაც ხედავთ სულ ბილძური გახდა როცა მიწა შეერცხა მოიცა ზეინა ჩავაგდო ვნახოთ ულან ზეინა ზეინა როცა ჩემკე ბრუნდებოდი მე ქვემოთ ვარდებოდი ზეინა აუზი შიგნ სულ ბინძური გახდა წყალმცენარეები გაიზარდა ძმაო ნახეთ ამ გვერდიდან მიწა ჩამოიშალა მეგობრებო ეხა იმიტომ რომ მიწა მშრალია აქ ჩამოიშალა მე აქედან გაგზელდა მიწა შიგნით ჩაიძირა აუზი სულ გაფუჭდა ანუ ამის შემდეგ აღარ მიჩალიჩია პირველ დღეს ცოტა ვისიამოვნეთ სხვა გზა არ იყო ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ ბეტონის აუზი უნდა ავაშენოთ მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაждდება ეხლა ამას ვერ გავაკეთებ ის იქნება ძმაო ესე დიდად გავაკეთეთ და აი დაცულდა მიწა ეხლა მშრალია გაიხსნა და ჩამოიშალა ქვემოთ რამდენიმე დღეში წყალს რომ მიიღებს სუსლუს შეხედე სად შევიდა აი როკიც გადახდა როკი ცურავ როკიც გადახდა წყალში როკი ჩაძვერი წყალში თანაც წყლის ბინძურ მხარეს შეხვედი ბიჭო წყალს სულ წყალმცენარე მოეკიდა ძმაო მოიცა ზეინასაც ჩავაგდებ ზეინა მიდი გოგო შენატო არ ცურავ სელკი ზეინა ჰოპალა აუ ზეინა ნახე რა ლომი ხარ მაშალა ზეინა გაგრილდი მოიცა ახალ გოგოსაც ჩავაგდებ მოდი გოგო ფოქს ჩემ ფოქსაც ვაცურებ ფოქს ჰოპალა ფოქს მოდი ხელს გაგიწდი მოდი ჰოპალა გაჩერდი ჩემო ფოქს ჰოპალა მიდი აბა ჰოპ როკიც შევიდა ფოქსიც შევიდა ფოქსი პატარა დარჩა როკი არ შეეხო ფოქს სიუსლუს გადაილე სიუსლუ შევიდა და იქ ცურავს აუ სიუსლუ მოვდივარ სიუსლუ მოიცადე სიუსლუ რა მოვიდა ამოდის დაიცადე დაგეხმარო შვილო იქაც სურდება ცოტა ძალა უნდა დაიცადე ნახოთ გაჩერდი სიუსლუ მოდი ჰოპალა ეხა ზოგიერთებმა თქვენს რომ წინა დღეებში კითხეთ თქვენ ზაღლები თითქოს თავს ესხმიან მათ ვინც სურვას ცდილობს თქვენ თქვით არ ესხმიან თავს ცდილობენ გადაარჩინონ ისე მოგვიანებით ვიდეოს რო უყურე მეც შევამჩნიე მართლა ასე იქცევია ცდილობს გადაარჩინოს მაგრამ აუზი ჩაიძიდა ხო ხედავ ძმაო ენცო მოდი გაგაცურებ შვილო ენცო მოდი ღმერთო ფეხი მოვიტყი მოდი მე დავეხლა ზეინა იმაზე ხო არ დაესხლება თავს ბონჯუკს მეგობრებო თუ არ გამოვიდა ზეინა აქ შიგნით შევიყვან არ გავრისხო თავი მოდი ენცო ნუ ერთში ენცო კარგად შეეჩვია ეზოს
ძალიან არტისტია. ამბობს მე ლიდერი ვარო, ყველას ეჩხუბება. ქალბატონი ზეინას გალიიდან გარბის ძმაო, ნახე? ენცო! ბეც ლუცტი, ჭკვიანი იყავი. მოდი შვილო. ზეინას შიგნით შევიყვან. დაიცადე. დაიცადე სინდი. სინდი არა. კარგი, ეხა სინდი დავკეტეთ. გოგო, სულ პატარა დარჩი. სუდი გოგო. ეხა ენცოც უნდა შევკეტო, ენცო. ენცო სხვათა შორის კბენს. ვიცოდეთ, ესეთი ჩვევა აქვს. ენცო, ბიჭო, რა საკეთებ? შენ რა საკეთებ? არა, როკი. გაჩერდი. მოულოდნელად ტრიალდება მეგობრებო კბენს. სუსუ შემოვიდა. დაიცადე ენცოს ჩავაგდოთ. ენცო, მოდი გაგრილდი ენცო. ენცო, გესვრი. 1 2 3 მიდი. სწორედ ახლა დრო. როკი შეხედე. აწიები. ენცო გაგრილდა. გენაცვალე. შვილო, რატო კვირით თქვენ? ცელქებო, პატარაებო. მოდი ვნახოთ ლომები. ბონჯუკი გავუშვოთ, მაინტერესებს ბონჯუკი. ცხოვრებაში არასდროს ვინახავს. ხარო ცურა რო ცურავს. პირველად მე ვნახავ. არ ვიცი თქვენ თუ გინახავ. მაინტერესებს როგორი ცურავებენ. მოიცა იმ კაცს გადაიღებ. პავლის ყველაზე სიმპათიურია რა. აუ, ნახე რა ქარიზმა აქვს. მისი ხმის ტონსაც კი ვენაცვალე რა. სულ რო ყვიროდეს 24 საათი მუსიკის მაგივრად ამას მოვუსმენ. შენს თავს ვენაცვალე, ქარიზმის ნამდვილი შვილია. ფაისალო შვილო, შენს გაგაცურო. შენ რატო არ შეხვედი აუში? ფიტღათ რამე. ნახე, ის მიწარო ჩამოიშალა. ჩემთვის გავიფიქრე. გონებაში გამიარა მეგობრებო. ვიფიქრე, ეს გიჟი ხო არ შევიდა აუში და. იქიდან ამოსკუზას ნეტავ მიწა ჩაანგრია, რას ფიქრობთ? ნეტავ მიწა თავისი ჩაიგრა, თუ ეს ფაისალი ჩაანგრია იქაურო. ეს მეს მომივიდა თავში. ფათმონებული ვერ ვიყავი. შვილო, შენს დაგაცურო. ნახე. დღეს ბონჯუქს დავაცურებ. ამ ვიდეოსაც 10000 მოწონება მოუტანებ. შემდეგ ჯერზე ამას ჩავაგდებ აუზში. მოდი ჩემშვილს ერთხელ დავაცურებ. ამ ზაფხულს კარგად უნდა იცუროს ჩემმა შვილმა, ა? ლომი ხარ ჩემო შვილო, შეხედე რა სიმპათიურია. მეგობარო, ასეთი სიმპათიურობა არ არსებობს, ნამდვილი მოდელია. ლომი ხარ ჩემო შვილო, შენს დიდებულებას ვენაცვალე. 10000 მოწონების შემთხვევაში ფაისალს ვაცურებ. გოგო, რა უშნოდ გამოჩდი ფოქს. ფოქსი მოუხდა მას. სად არიან ჩემი ლომები და ვეფხვები? ტაისონ ბაბა, მალე მართლა მამა ხდება. ბიჭო, შენს ხო გითხარით, სახელს შეგიცვლით მეთქი, მაგრამ ტაისონი დაგრჩა. ბოლოს მარლასთან შევახვედრეთ ტაისონ ბაბა, ხო იცით? მალე ბომბალეკვები გვეყოლება. ღმერთმა თუ ინება. თუ ჩემგან ლეკვი გინდა დაიცადე ძმაო, მალე, ინშალლა. 100. სად არის ჩემი ლამაზო? რეინა. მონდონო ჯეზე ფაისას ვაცურებ მეთქი ძმაო. საღლებიც რიგრიგობით ვაცურებთ. აუზი მოზვავდა, რა ვქნა, მე არ შევარ. ალექს დამშვიდი გთხოვ. მარლა, სათხარ მარლა. დედოფალი მარლა. თუ მარლას გაუშვე ბონჯუქს რამეს ეთქვის. მარლა არ გაუშვა ძმაო. ოდინი და მარია ისევ დააბინძურეთ იქ ყველაფერი. დღეში 10 ჯერ ირეცხება ეს გალია. არ ჩერდებით ბიჭო, არ ჩერდებით. ბელა. ჰექტორ, ჩემი ლომი ხარ, დაასხი ბიჭო. შენც ვაცურო, შენც. ჰექტორ ბაბა ისედაც ცხრის გიჟია. ხოლო დაუზით არ დავკმაყოფილდებით. ჯერ კიდევ აგვისტოა. ზღვაზე წავალ, არხზე წავალ. ჰექტორზმა წყალს აღმერთებს. ადრე ერთხელ წავიყვანა ის ვინც მიყურებს იცის. ჰექტორ ბაბას ერთხელ წავიყვან იქ, ვაცურებ ჩემს ჰექტორს. გოგო, ნახე? რა საკეთებ ჩემი დაჯა? დაჯა, მოდი შვილო, მოდი. დაჯა, უკვე შემეჩვიე დაჯა. დაჯა ცოტა მორიდებულია ჩემთან, მაგრამ შეეჩვევა. შვილო, შენ როგორი ცურავე იმ დღეს, ადორა. ჩემი ცელქიშვილი ხარ. 100 გამოუშვა ცოტა. აქ ხო არ არის ესეთი ძავლი, ვისთანაც 100 იჩხუბებს. 100 ფოქს ერჩოდა. 100 ფოქს რამეს ეთქვი თუ არ ეთქვი? 100-ასაც ხო არ გაუგებ რა სიზამს. დავიცადოთ, ეხლა არ გაუშვათ, თორე სხრებსაც ძალიან ააყეფებს მეგობრებო. ეხლა მოდი ბალბუცო ჩვენი ბონჯუკი წავიყვანებ. ბონჯუკი მაინტერესებს. მოდი ცხრები და თხები მთლიანად გაუშვა, ვნახოთ. მოდი წავიდეთ ჩვენ სიმშვიდის კუთხეში ჯერ. შვილებს ვნახოთ, შენ წინ გაიარე. ოიცადეთ ახალგაზრდებო. ალექს დამშვიდით ხო? კარამელი რა საკეთებ კარამელი? ამ ქათმები ფეხს ფჭამე შეხედე ამას.
შვილო შენ კანიბალი ხარ. ფიცით გეუბნები თითი მიკბინა. ხათამი. შვილო ნუ შემჭამთ რა. ფიცით გეუბნები მიტევენ თავს. ჯუჯა რას აკეთებ ჯუჯა? ჯუჯას ნუ შევეხებით, ისის ფსიქოპატია და ისის მიტევს თავს. ესენი ძმაო ცოტა ველურები არიან. ესენი პირდაპირ ცდილობენ ცოცხლად შემჭამო. კარამელო, რას აკეთებ გოგო? თხება და ცხოვრება მოიმატეს წონაში, მეგობრებო, რას ფიქრობთ? როგორია ჩემი პამუქის განვითარება? მაშალა. ბოლო დროს TV-ს ბალები ვიყიდეთ მათთვის. უხვად ვაძლევ. წონაც მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, ჩემი აზრით ძალიან კარგია. ზაფხულში ცხოველები იკლებენ წონაში, მაგრამ ჩვენსას მაშალა. წონას და ნასუქობას მშვენივრად აქვთ. ნახე სულ წინ აქვთ ასე ბალახი ძმაო. ხეში როგორც არ უნდა შეხედო, ორ ბალას ჭამენ. მაშალა ჩემს ლომებს. ბონჯუკ, ცურავთ ბონჯუკ. ბონჯუკ ბაბა, ეს ბონჯუკი ერთი ვაცურავ. ბონჯუკი ნამდვილი კარიზმა. ხრების ნახე მუცლები სავსე აქვთ. მოდი ბატკანს გაჩვენებ, მოდი. ვა ბატკნები, რას აკეთებ ჩემო ლამაზებო? რას აკეთებენ ჩემი სიყვარულები? რაგჩის რატო ყვირი? მოდი. შენს გაგაცურო შვილო. ჰა? შენს გაგაცურო პატარა, პატარა. შენს გაგაცურო, ახედავ? ამას უკვე პატარაობიდანვე ზრდით. მაშალა მეგობრებო, ზუსტად ბავშვს. ხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს. ეს თხები ხრებთან, ქათმებთან, იხვებთან და ბატებთან ერთად ვცხოვრობენ. ნახე. მაგალითად, წყალი ამოიღე. წყალი სულ 1 საათის წინ ჩავასხი, სუფთა იყო. დღეში უკვე 4 ჯერ უცვლი წყალს. ეგენი იხვები, ბატები, ქათმები აბინძურებენ წყალს ძმაო. ამიტომ, მაგრამ გვერდას კარგად გამოიყურებიან. უბრალოდ წყლის ამბავია პრობლემა. ზემოთ დააყენო, გადახტებიან. კარამელი. შენს დაგაცურო, გოგო. ბონჯუკ, შენ საერთოდ არ მაგცევ ყურადღებას. რატო? შვილო, რა მოხდა ბონჯუკ? ჩვენ შორის რამე მოხდა? რატო არ მოდის ჩემთან ბონჯუკი? ბონჯუკს ჩემთ არქების შეჯახება უნდა. მოდი ბონჯუკ. ბონჯუკი მოიგებს თუმე, ა? ბონჯუკი მოიგებს თუმე? ჩემი ლომი ხარ. მართლა ბონჯუკი ცოტა მოწყენილი ჩანს. საერთოდ არ მიმაქცია ყურადღება. ჩვეულებრივ ყვიროდა. მოდი ვნახოთ. ყარები გავუღოთ მათ. ყარები გავაღოთ, ცოტა ვაცუროთ ლომები და ვეფხვები. ლომები და ვეფხვები. ეს ფოქსი კი ქათამს ხომ არ დაესხმება თავს. ფოქს ეგეთ შეცდომას ხوار დაუშვებ. იმედია არა. ფოქს ვერ ვენდობი. მაგრამ დაველოდოთ, ნახოთ. ფოქს დავაკვირდები. არა როკი. დაიცადე, ნახოთ, დაიცადე. როკი. ჭკვიანად იყავი. ეხლა მოდი გამოვიტანო ძმაო. ჩვენი თხები. მოდი დახალგაზრდებო და ისინი მის თავს ახალგაზრდად გზნობს. მოდი გარეთ. გარეთ შვილო. მოდი გარეთ. ქათამი ეხლა გამოვა გარეთ. ნატაშა, ქათამი აქ შემოიყვანე. ეი, ქათამი არ გამოვიდე შვილო. ბონჯუკი გარეთ ფაშა. მიდი აბა. მიდი ბონჯუკ. მიდი ბონჯუკ. მიდი. ბონჯუკ მოდი. ბონჯუკი მე ასე წავიყვანო. რა მოდით აბა? ბონჯუკს საპელური ქონდა, მაგრამ გაიზარდა და ეხლა აღარ ეტევა. მისთვის ახალი საპელურის ხიდვაა საჭირო. უცელიზო სავსე აქვს, ეხლა აღარ გამოდია. მოდი. მოდი ამა მოდი. ფოქს. ბონჯუკი დაგცემს, ბონჯუკს არ გაეკარო. ძმაო, მუცლები სავსე აქვთ, ხო? ესენი თუ მშივრები არ არიან, გარეთ არ გამოდი. ეხლა რა ვქნათ? ჩემ მჭირდება მწყენსის ჯოხი. მოიცა, ვნახო აქ ერთი ჯოხი გქ. დაიცადეთ, ნახოთ. დაიცადე. ეხლა ჯოხით გამოვიყვანა. ახალგაზრდებო, გარეთ. ჰეი, წავედით. ჰეი, გარეთ. ჰეი, გაჩერდი. ენზო რამეს დაუშავის ქათმებს. ენზო, არ გაბედო. ენზო. ნუ გამაბრაზებ. აბა მიდი. ბონჯუკ, გარეთ, მიდი ფაშა. ჩვენები ძმაო, არ ჯოხის ეშინია და არ ჩემი. როგორ გამოვიყვანოთ ესენი? დაიცადე, ნახო. ცხოვრება მოდი თქვენს გამოხვედით, იქნება თქვენს ვაცურავ. გარეთ. არა, ნატაშა, გაიქეცი იქიდან. გარეთ. მიდი. არა. ძმაო, ჩვენ ახლა ესენი გარეთ როგორ უნდა გავიყვანოთ? ესენი დანაყრებულები არიან, ძმაო, დანაყრებულები რო არიან, არ გამოვლებ. მოიცავ, ნახო. მიდი. ჩემი წყემსი ძაღლი, როკი ფარას მართავს. წამოდით ახალგაზრდებო. ბოლოს ბონჯუკს ხელში ავიყვან, ძმაო, სხვა გზა არ გვაქვს. ნახე. არ მოდიან. ბონჯუკ ბაბა, მაშინ მე წალიყვან, მოდი. მოდი ბონჯუკ. მე და ბონჯუკი ერთად გავალთ.
ბონჯუკთან ერთად ცოტა გავისეიდე. მოდი ბონჯუკ. მოდი ბონჯუკ. აბა ახალგაზრდებო, გარეთ. გარეთ. არა დედე შენ არ მოხვიდე. ეხლა ისინი გამოვიყვანეთ. მოდი. აქ უნდა გადმოვიყვანოთ. მოდი შვილო. მოდი ფაშა. მოდი. ძმაო, მუცლები სავსე აქვს და არ უნდათ მოსვლა. ეს მაშინ უნდა გაგვეკეთებინა, როცა მშიერები იყვნენ. რადგან მშიერები არ არიან, ყურადღებას არ მაქცევენ. ისინი ისევ შიგნით შესვლა უნდათ. მოიცადე ხელში ჯოხიმით რამეს ავირებ. ამ შლანგს ავირებ. არა. სწორედ პირიქით. მიდი აბა. არა. ბონჯუკი გაბრაზდა. გოგო. ხედავ? დაავადებას გადაუჭა, მაშალა. ჩვენი გოგოს წონას დაუბრუნდა. ძალიან მკაცრია ძმაო, სულ ეს ხმის თავს. მოიცა ბონჯუკს იქ წავიყვან. ბონჯუკ, მოდი, გაიქეცით, აბა, კარგი. გაჩევდი. მოდი ბონჯუკ, ცოტას გაცურებინე, პაშა. ხალხის თხა არ ცურავს, ნახე შენ იცურო. დააფასე ეს. შემნაი ვინმე იპოვე. დაიცადეთ, ნახოთ. ვუცევქობთ. დაიცადე. მოდი ბონჯუკი. ეხლა სხვა დედალი თხები ბონჯუკს მისდევენ, რადგან ის მამრია. გაიგეთ? ამიტომ ბონჯუკმა უნდა იაროს ძმაო. მოდი ბიჭო. მოდი სიმპათიურო, კარგი. დაიცადეთ, ნახოთ. ეხლა თხების რო ცხვის ფარას გავდნენ. თუ ლიდერი წინ გადახტება, დანარჩენებიც გადახტებიან. მოდი ბონჯუკ, მოდი, ჩემი სიმპათიური ბიჭი. ბონჯუკი, იმედია შეძლება ნოსლოს. თუ ვერ ამოხვალ, მე გადმოხტები და ამოგიყვან ბონჯუკ. ბონჯუკ, ან მოიცადე კარამელი ჩავაგდო. კარამელი, მოდი. ხოპალა. კარამელი შეხედე, მააშალა. დედე, არა, მოდი კარამელი. მოდი გოგო. ჰოპალა. მოდი აბა, მოდი, ჰოპალა. ოჩახ ჩემოლამაზო. მაშალა მგონი ძაღლებზე უკეთ სურავს. ჩემი აზრი ძმაო, ძაღლებზე უკეთ სურავს. ძაღლები ესე ვერ სურავდნენ მართლა, შეხედე. კარამელი. გაგრილდი ჩემო სიყვარულო. ყოველ შემთხვევაში თუ ეხლა ტილი არ წყილი ხავთ, ისინი წავა და გაიწმინდებიან. ეხლა პამუკსაც ავიყვან. პამუკი. დაიცადე, ვნახო პამუკი წინარიგში მიდის. მოდი პამუკ, მოდი. სად არის ჩემი პამუკი? სად არის ჩემი ლამაზი გოგო? მოიცადე, შენ წინ გადადი. ძაღლებილო ხედავენ, იწყებენ ცელქობას. შეულებრივ ასე არ იქცევიან. ეხლა მე ვაქცევ მათ ყურადღებას. ეხლა თხებზე ეჭვიანობენ ძმაო. დაიცადე, ნახო. დაიცადე, არამელ გაგრილდი. დაიცადე, ბონჯუკი ავიღოთ, ბონჯუკი. ისინი ბონჯუკს გაყვებიან. მოდი ბონჯუკ. სადაც ბონჯუკი მიდის, იქვე მოდიან ისინი. ხო ასეა ძმაო. კარამელმა მაშალა შესანიშნავად იცურა. ძაღლებზე უკეთ სურავენ მართლა. ვიფიქრე, ალბათ ვერ იცულებენ მეთქი, რადგან არასდროს მინახავს. ყველა ცხოველი ბუნებით სურავს, მაგრამ თხა რა თქმა უნდა, თხა ცხვართან შედარებით უკეთესია. თხაზე ამბობ, ესენი ყველგან ადიან და ადიან. ბონჯუკ, მოდი, სიმპათიურო ბიჭო, მოდი. ცოტა გაგაცულებს მამა, ბონჯუკი. ძალიან არ მინდა ეხა მასზე დაყრდნო. ისინიც ისწავლიან. ძაღლივით ვავარჯიშებს, მაო, იცურო. ნახე, სხვებიც მოვიდნენ, ხო დაინახე. ბონჯუკს მიყვებიან. ბონჯუკ, მოიცადეთ, ნახოთ. ბონჯუკ, მოდი აბა თევზო ბიჭო. ჰოპალა. ხოჩაკ ჩემს ბონჯუკს. ზრა დაუთმე ბონჯუკს. ბონჯუკ, მოდი, გამოგიყვან. დაიცადე. ბონჯუკს ცოტა აუზში გართობა უნდა. ნახე. ბონჯუკს აუზში გართობა უნდა ძმაო. ბონჯუკი. მაშალა შენ. აბა დანარჩენი თხები სად წავიდნენ? აბა დანარჩენები, ხო, დანარჩენი თხები გაქცეულან ძმაო, იქამდე, იმ კართან მისულან. ბონჯუკი, მოდი. მოიცადე, როკი არ შეეხო ბონჯუკს. ბონჯუკი, მოდი გაგიყვან იქიდან შვილო, ეხლავე. ბონჯუკი თითქოს მარტო არის. მართლა ძმაო, კმაყოფილია, ნახე, გასვლასაც კი აცდილობს. ბონჯუკს აუზი მოეწონა. ჩემს გვერდით ბალახის ჭამასაც ცდილობს. ბონჯუკი კარგ ხასიათზეა. ბონჯუკი! მოდი აქ.
მოდი დაველოდოთ, ნახოთ, ბონჯუკი თვითონ გამოვა თუ არა. მოდი მე გავივლი ესე. მართლა მოეწონა აუზი. გონი გამოსვლა არ უნდა. დაიცადე. არ შეეხოთ ბონჯუკს. დედე, შენს გადაგაგდებ, მოდი. შენ წინა ჯერზე არ იცურავე, მოდი. მოდი შენს გადაგაგდებ, მოდი. შენ წინა ჯერზე არ იყავი შენ. შენს ბონჯუკთან ერთად იცურავე. დედე, თემზია, დედე, ჰოპალა. შეხედე დედეს. დედე როგორც ცხვია, მაშალა. ბონჯუკ, მოდი ამოვიდე ჩვილო, ჰოპალა. ჰოპალა. დაიცადე ნატაშა, კარგი. არ შეეხოთ ბონჯუკს. ბონჯუკო, დამშვიდი ბონჯუკო. შენ სჭირიმე ჩემი ლომი ხარ. არა, როკი. არ შეეხოთ. ჩემი აზრით ბონჯუკს აუზი მოეწონა. ეს გითხრა თქვენ. ეხლა ბონჯუკი ისე თავის ადგილას დავაბრუნოთ. დღეს კარამელი და ბონჯუკი ვაცურავეთ. ზაგლებიც გავატარე. ბაღში აუზით ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ცხოველი ბონჯუკი იყო. გამოსვლაც კი არ უნდა ძმაო, ნახე. ბონჯუკი თითქოს მიჩვეულია. ნახე ხა გამოვიდა და ბალახს ჭამს. მიჩვეულია, საერთოდ არ გაგვირვებია. ეხლა ძმაო, ხო 10000 მოწონებას ველოდები, რომ ის ფაისალი შემოვიყვანო. მაგრამ არ ვიცი როგორ შევიყვანოთ ის აუზში. ანუ ეს ცოტა რთული იქნება, რადგან ფაისალი დიდია. ალბათ შევძლებთ. მოდი ბონჯუკი შევიყვანოთ შიგნით, მოდი ბიჭო. დედე, კარგად იცურავე, ა? ხო, დედე. მოდი ბონჯუკ, მოდი. მოდი შვილო. ყურზუ შენს გინდა ცურვა. ბონჯუკ, მოდი. მოდი შვილო, გადი. შვილო, მოდი. გადი შენ. მოდი ბამუკ, მოდი. არა, როკი, შენ არ მოხვიდე. დაიცადე, თხები შევიდნენ შიგნით. მოდი. ყოჩახ, კარამელს. ბონჯუკ ბაბა საერთოდ არ ადარდებს. თხები წავიდნენ თუ დაბრუნდნენ. ეხლა იგძოვს ეგო ხერი. ბონჯუკ, მოდი შენ შეგიყვანო. ჩემი სიმპათიური ბონჯუკი. ძმა, ჩვენთვის ხოლო ზაღლი კი არა, ყველა ცხოველი ჩვენთვის შვილისტოლია. ყველას მართლა შვილისავით უყურებ. ყველას ფასი და მნიშვნელობა ჩემთვის ძალიან განსხვავებულია. ბონჯუკ. ნახე ეს. ბონჯუკი აუში ისე იდგა, ძალიან სასაცილო იყო. კაცი იმდენად კმაყოფილი იყო, რომ აუში შევიდა, რომ იმ კაცისთვის ხილის თებში რო გაგვეკეთებინა იქ. კარგი ძმაო, დღესაც დავიკმაყოფილე ჩემი ცნობის მოყარეობა ძმაო. თხები ცურავენო, ეგ უნახე. ეხლა მშვიდად მოვკვდები. ყველაზე ლამაზი ბონჯუკის სურვა იყო. ეხლა შევკეტე. შვილებს ცოტა ხანში გალიას გაუწმენთ. მოდი ჯერ გარეთ ხოფების საჭმელი მოვაგვაროთ. ბავშვებო, მოგშიათ ჩემო ლომებო, ვეფხვებო. სად არიან ჩემი ლამაზი ბავშვები? სად არიან ჩემო ლომებო? მოდი აბა, მოდი. ჰოპალა. ფოქს შეხედე, თითქოს შიმშილობდა. ულან ფოქს. გაუმაძრარი ფოქსი. ღმერთმა გამოგვიგზავნა ის ავირე ძმაო, რამე ქნა. საწყალი ის ცხოველიქა. გაიღუპებოდა. თავშესაფარი წაიყვანდა. გარდაიცვლება თუ გადარჩება უცნობია. ვერ გავიმეტე, ამიტომ ავიყვანე. ძალიან საწყალი უმანკო გოგოა, შეხედე. მოდი კაპლან, მოდი ნადიმია, მოდი. მოდი შვილო, მოდი. დაანაყრე მუცელი ლამაზო. გემრიელად იყოს ჩემ შვილს. მანქანის შიგნით კიდევ ბევრია. ჯერ გარეთ ყოფებს ვაჭამოთ. მერე გალიებს დავრეცხავ და იქ გადავალ, მეგობრებო. კაროლინ, მოდი. მოდი. ტაისონ ბაბასთან წავიდეთ რა. ტაისონს შეხედე, ტაისონს. ვიდი საჭმლის სუნი რო იგრძენი, სახე გაგიბწყინდა, ჰა? სახე გაგიბწყინდა, ჰა? ტაისონ ბაბა. ენზო, ნახე შვილო, ძალიან არასწორ ადამიანს ჭუბები. გონიერად მოიქეციქთ, ხო? დაიცადე ენზო, შენ გამოდი. გამოდი ენზო, ჰოპალა. ტაისონ ბაბა მთლიანად 20 კილოს ხუთი შეჭამე შვილო. კარგი? 20 კილოს ხუთი წაადგეს ჩემ შვილს. შეეწიროს მას. ჩემი ლომი. ეხლა ამ საჭმელს მივხედავ, მეგობრებო. მიყვარხარ ძალიან. არ დაგავიცლეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით ნახვამდის. კარგად იყავით, მეგობრებო.